მეგობრებო, სანამ დილით გენიალური აზრები მომდის, მინდა რომ გაგიზიაროთ, ამიტომ არა მაქვს იმის რომ წავიდე, გავლამაზდე, მაკიაჟი გავიკეთო, ჩავიცვა და ისე ჩავწერო story, იმიტომ რომ ინფორმაცია მოდის და მინდა გაგიზიაროთ. ის ფაქტი რომ მე მთელი წელი და 2 წელი ვხაოდი D, ვიტამინ D აიწიეთ. თქო და არ ვხაოდი თურმე. ნახეთ ეს ერთგვარი დივერსია იყო TikTok-ებზე, სხვადასხვა ექიმების ენით, რომ არ აიწიო D, საშიშია D საწევა, ეს იყო დივერსია, მე ასე მგონია. იმიტომ რომ როდესაც D გაქვს მაღალი ნორმაზე, ცოტა ოდნავ მაღალია, ვთქვათ, ნორმა თუა 60 და გაქვს 65, ისა აქვს 65 საქართველოში არავის. ეს იმას ნიშნავს, უფრო მეტად შრომის უნარიანი ხარ, ბრძოლის უნარიანი ხარ, ნაკლებად ცივდები, სტრესს ადვილად უმყავდები. ვის უნდოდა ეგეთი ხალხი საქართველოში?